გამარჯობა თქვენ უყურებთ დღის ამბებს 4-ზე, რომელსაც თამარ ჩიხვლაძე და ტელეკომპანია პირველის გუნდი წარმოგიდგენთ. ვენეციის კომისიის ვერდიქტი დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნახევარი დაამტკიცონ. დარჩენილი კანდიდატურების განხილვის უფლება კი მომდევნო მოწვევის პარლამენტს დაუტოვონ. დასანიშნი მოსამართლეების ნახევარი უნდა გამწესდეს თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთია ტექსტი, რომელიც ტოვებს კითხვას რეალურად ვის არენდო კომისია მოსამართლეებს თუ პარლამენტის იმ მოწვევას, ვინც ეს მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს. ნახოთ ირაკლი კობახიძის პასუხი ამ რეკომენდაციაზე. ეს არის უკვე პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია და ეს არის გასცემული, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ან ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეიძლება სრულად არ შეავსოს საკუთარი რიგები. ჩვენ შეგვიძლია ისიც გავაკეთოთ, რომ პირველად როცა წააგებს ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებს 2024-ში, 28-ში, 32-ში, შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ დავაკომპლექტოთ სრულად უზენაესი სასამართლო. ეს რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით თუ ხუმრობით. პოლიტიკურად წოდებულ რეკომენდაციაზე არანაკლებ კრიტიკულია მართველი გუნდისთვის სამართლებრივი რეკომენდაციებიც. კომისიის ექსპერტების დასკვნა ფაქტიურად იმეორებს ქართული არასამთავრობო სექტორის იმ მოთხოვნებს, რომლის გაზიარებაზეც ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობდა. კომისია, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის კანონპროექტში ხედავს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან დასკვნაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის მოსამართლეობის კანდიდატი, უნდა ირიცხებოდეს ყველა პროცედურისგან, მათ შორის ხმის მიცემა, მოსმენა, ნომინირება და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ არსებული ვერსიით ასეთ მოსამართლეს შეუძლია იყოს შემრჩევიც და შერჩეულიც. მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა თავისი კონკურენტისთვის შეკითხვების დასმის პროცესში, მათთვის ქულების მინიჭების პროცესში. ასევე ხელი მიუწვდება კონკურენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. კიდევ ერთი რეკომენდაცია უკავშირდება მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას. კომისიის დასკვნა აქაც იმეორებს არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს და ამბობს, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს. კომისია ითხოვს, რომ გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია იყოს საჯარო. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს შეფასება დადებითია და მზად არის გაითვალისწინოს რეკომენდაციების ნაწილი. რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს, ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ის ნორმა, რომელიც გამორიცხავს მთლიანად ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და როგორც მოგეხსენებათ, აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა არის ინიციატივა, რომ მას არ მიქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება და კონტექსტის გათვალისწინებით აქაც მე პირადად მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება. ვეცდები ჩემი კოლეგები დავარწმუნო იმაში, რისიც შესაძლებელია ბოლომდე მეც არ მჯეროდეს. ასე თქვა ირაკლი კობახიძემ, როგორ უპასუხებს მართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას რეკომენდაციების ნაწილის გაზიარების შესახებ. ამას მოვისმენთ გია ვოლსკისგან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გია, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო გია, ვიდრე დავიწყებთ სამართლებრივ რეკომენდაციებზე, მინდა პირველი ნაწილი კითხოთ ვენეციის კომისიის ზოგად რეკომენდაციაზე. კომისია მოგიწოდებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე არ დამტკიცდეს მოწვეული პარლამენტის ვადებში და ეს გააკეთოს შემდეგმა მოწვევამ. როგორ აღიქვით ეს ჩანაწერი, ვის არენდო კომისია მოსამართლეებს თუ თქვენ შემადგენლობას ამ მოწვევის პარლამენტს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე საერთოდ მინდა რომ ცოტა პათოსი მოვაშორო ამას. პოლიტიკური როგორც ის ვენეციის კომისიამ გააკეთა. სულ არ აინტერესებს თავად პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა პოლიტიკური რეკომენდაცია, ეს ჩვენი მოფიქრებული არ არის. თქვენ რა იცით, მე რა პასუხს გაცლეთ? არა, დავაზუსტებ. არ აინტერესებს გავიგე ხო? არ აინტერესებს პარლამენტის შემადგენლობა
და არც მომავალი შემადგენლობა, არც ეხლამდელი შემადგენლობა ბევრი რამ არ აინტერესებს. ან რომელი ვენეციის კომისიის რომელი რჩევები გაითვალისწინეს, ეხლა რო გვაკრიტიკებენ იმ ხალხმა, თუნდაც კონსტიტუციის შედგენის დროს სააკაშვილიძე რო ჩამოარიგეს ყველაფერი. მაშინაც იყო ვენეციის კომისია და მაშინაც მას დაარქვეს ისეთი პოლიტიკურად გამიზნული. მაგრამ რეალურად მაშინ საქმიანი იყო. ეხლა აქვს ამას რასაკვირველი გარკვეული პოლიტიკური შეფერილობა, იმიტომ რომ არ არის თემა გასულია რაღაც სამართლებრივი ჩარჩოდა და არის რეკომენდაცია. მე ვფიქრობ ეს რეკომენდაცია ესეთი განსახილველი სამართლებრივი ნაწილიდან განსახილველი კი აუცილებლად, მაგრამ რეალურად შეიძლება ასეც მოხდეს. ანუ არ აღიქვით ეს უნდობლობად ამჟამინდელი მოწვევის მიმართ, რომ აი ამ მოწვევამ არ დაამტკიცოს. არავით არის უნდობლობაზე. მოსამართლე. არა, უნდობლო ისინი ლაპარაკობენ საქმიანი ტექსტით. ეხლა მე არ ვამბობ ვითვალეს ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით. ისინი ცდილობენ როგორმე საქმიანი წინადადებები ჩადონ. ჩვენ აქ საქართველოში ვცდილობთ როგორმე სპეკულაცია გამოვიყაროთ აქედან პოლიტიკური. იმათ გარკვეული მოსაზრება აქვს, რომ ურთიერთობა რო იყოსო თქვენშიო, თქვენში. შიგნით. ჩვენი ნდობა კი არა თქვენდამი. შეგნით თუ იქნება ესე აჯობოს. როგორც ისე პროპორციული იყოს არჩევნები თუ შერეული იყოს არჩევნები. აქაც ხო ნდობის თემაზეა ლაპარაკი. კი ბატონო, მაშინ ასე დავსვამკითხოს. ამ საქმიანი წინადადებას ამ ნეიტრალურ წინადადებას ეთანხმებით თუ არა, რომ არ შეიძლება არ ვეთანხმები, არა, მე არ პარლამენტი ყველა მოსამართლე. არ მომწონს. ხო, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ესეც მოხდეს მართლაც და ვერ დაკომპლექტდეს ბოლომდე, იმიტომ რომ როგორც ადრე არაერთხელ მithქვამს, სერიოზული ფილტრებია იქ. შეიძლება იურისტებს სხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არა ვარ ამ პროფესიის ადამიანი, მაგრამ რეალურად შეიძლება ესეც მოხდეს. იმდენი კრიტერიუმი და იმდენი ბარიერი აქვს დაწესებული კანდიდატებს უმაღლეს სასამართლოში და ესეც გავითვალისწინოთ უზენაეს სასამართლოში. რატომ არ ეთანხმებით და რატომ არ მოწონთ? საკითხია, რაც რეალურად უნდა ვიცოდეთ. თქვენ ყველაზე მეტად მოგეწონა რომ არ მომწონს. დამაინტერესა. იმიტომ რომ შესაძლოა მე იცით რა, ყველა ჩემს იმაზე პასუხზე არ არის თქვენი რეპლიკა საჭირო, ძალიან გთხოვთ რა. პაწყვეტინეთ. ამას ხო, მე არ მომწონს პირადად ეგეთი შეუსებლად დავტოვოთ, იმიტომ რომ შიგნით მოვაგვაროთ ერთმანეთთან საკითხი. მოუგვარებელია უამრავი თემა. წლობით დევს უკვე საქმეები უზენაეს სასამართლოში და რა მოსამართლეს თავზე აყრია პირდაპირ მნიშვნელობით ბევრი საქმე, რომელსაც უბრალოდ ვერ წდება. თუ კი ღირსეული ხალხით იქნება შევსებული ეს შემადგენლობა, რატომაც არ უნდა შეივსოს ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენი ჭინჭყლი ოპონენტები ან ჩვენ თვითონ თუ თქვათ არა ვართ კონსტრუქციული ერთმანეთს იმაშვებით რაღაც ვეძიძგილავებით ამ სამართლებრივ ასპარეზზე. როგორ შეიძლება ამას შევწიროთ პოლიტიკურ აი ამ დაპირისპირებას უზენაესი სასამართლოს ინტერესი. არ უნდა იყოს, უნდა იყოს სერიოზული რესურსი იმისათვის, რათა შეირჩეს საუკეთესო და იქნეს საუკეთესო არჩეული. თუ ბოლომდე ვერ დავაკომპლექტებთ, რაც ასევე მოსალოდნელია ჩემი აზრით, არ გამისწოროს ვინმეს თუ სხვა აზრი აქვს, ამაშიც მე ვერ ვხედავ დიდ ტრაგედიას პოლიტიკური ან სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს სრულად და მაღალი დონის ექსპერტებით. სასამართლო რომ დაკომპლექტდეს მაღალი დონის ექსპერტებით, სწორედ ამასთან დაკავშირებით არის რეკომენდაციების დანარჩენი ნაწილი შერჩევის გზაზე რა უნდა გაითვალისწინოს საპარლამენტო უმრავლესობამ. ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ იმსჯელებენ ამ თემაზე. ვენეციის კომისია ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის კანდიდატი, გამორიცხული იყოს ყველა პროცესიდან. ამას ამბობდა არასამთავრობო სექტორი, ამას ამბობდა ოპოზიცია. ვენეციის კომისიის თქმის შემდეგ მზად ხართ გაიზიაროთ ეს შენიშვნა. ახლა ამ ეტაპზე მაინც. ხო, მართალი გითხრათ, იცით რა, ეხლა აქ
მნიშვნელობა აქვს იმას კომენტარებს, ახლა ჩემს მერეც გააკეთებენ პოლიტიკოსები კომენტარებს და ყველას ექნება სურვილი თავისი პირადი ან გუნდის პოზიცია უკეთესად წარმოადგინოს. მე ამის არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რეალურად მართალი გითხრათ, ეს შენიშვნა თავიდანვე ჩვენც გქონდა გუნდში არაერთ ადამიანს, იმიტომ რომ ნამდვილად ლოგიკა ამაში სერიოზული, მნიშვნელოვანი და სამართლებრივია ამასთანავე. რასაკვირველი არის, სამართლებრივი ხაზს გაუსმევ, არ შეიძლება რომ ადამიანი, ვინც თავის კონკურენტს აფასებს, იყოს სამართლიანი. შეიძლება იყოს ეგეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ ეს უნდა გამოირიცხოს და მე უფრო მეტად როგორც მივხვდი, თუმცა გუნდის პოზიცია არ აღმოჩნდა გარკვეულ ეტაპზე. გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია, მაგრამ თქვენ მოგაგონებთ, თქვენ და მაყურებელს, თქვენ პირადად არაფერში ხართ, რომ სწორედ ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში ეს გადაწყვეტილებები და შეხედულებები და სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ამ შენიშვნებს მოელოდა იქიდან, რომ ან გაეთვალისწინებინა, ან არ გაეთვალისწინებინა, ან შემოეტანა ახალი თემები ასპარეზზე და გაემდიდრებინა ჩვენი სამსჯელო თემების ჩამონათვალი, ასე რომ საყვედური ნამდვილად ბატონო გია მე აგიხსნით უბრალოდ პირად პოზიციაზე რატომ ირაკლი ყობახიძემ თქვა დღეს მისი პირადი პოზიცია და თქვა რომ გუნდთან ჯერჯერობით ეს პოზიცია არ არის შეჯერებული. შესაბამისად მე მესმის რომ ახლა თქვენ ვერ მეტყვით გუნდის პოზიციას, ანუ პირადად მიიჩნევთ რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხო რასაკვირველია კი პირადად და ჩემ კი სწორი ზანდებით ახლა მე ირაკლისაციმ წუთში ქონდა ახალი მიღებული და რასაკვირველია სხვანაირად ვერ იტყოდა და არც უნდა ეთქვა. მეც ხეთ ის თავმჯდომარეა მე მოადგილე, მაინც თავმჯდომარეს რასაკვირველია მეტი პასუხისგებლობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ რეკომენდაციას უნდა დავეთანხმოთ და არავის არ უნდა კონდეს იმის საბაბი, რომ რაღაც ნიშნის მოგებით გვითხრას, რომ აი ხო გეუნებოდით და ან რაღაცა სხვა ისეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული შემოძახილები. მე ვფიქრობ და ვფიქრობდი კიდევაც, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რომ არ ყოფილიყო შენიშვნა, მე პირადად ვფიქრობდი, რომ ამ საკითხებზე მელაპარაკე. კი ბატონო, კიდევ ერთი რეკომენდაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ისევ არასამთავრობო სექტორი ამ გამოცდას მიიჩნევდა ბარიერად. დღეს ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ამ შენიშვნასაც გაიზიარებს. აქაც მსგავსია თქვენი და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციები. ანუ მეორე რეკომენდაციაშიც გექნებათ საერთო ხედვა. ხო. მე ერთი ჩემი შიში მინდა გაგიზიაროთ, რომ ამ თემიდან არ წამოიწიოს რაღაც სკანდალური სათაური, რომ მოადგილე არ ეთანხმება თავმჯდომარეს, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ასევე ახლა მე ვაღიარებ, რომ ბევრი საკითხი კრიტერიუმი კარგად არ არის ჩემს მიერ გაანალიზებული და ვფიქრობდი, რომ მაინც გამოცდა არის ის თემა, რომლის გავლა დაბლა რგოლებში მოსამართლეებს უფრო მეტ იმას შეუქმნის. ბარიერს. უფრო მეტი არა, პირიქით, მეტი დარწმუნებულები იქნებიან, რომ უზენაეს სასამართლოში ის ავტორიტეტები მოხდნენ, რომლებმაც კიდევ ერთი ესეთი ბარიერი გაიარეს და ბევრჯერ ჩემ კომენტარებში თქვი, რომ საერთაშორისო სტანდარტის ბარიერების შექმნა არის აუცილებელი. მათ შორის მე მგონია, რომ გამოცდაც უნდა იყოს. თუმცა კითხვის ნიშანი თუ კი გაჩნდა, არ ვიცი, ახლა მე ვერ გეტყვით თავიდან, ესეც შემეძლო თქვა, რომ შემენახა ეს აზრი, მაგრამ ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გქონდეს მსჯელობა და მართალი გითხრათ, გულწრფელად რო გითხრათ, საერთაშორისო წარმომადგენლების აზრიც მაინტერესებს, რომელიც აიხლა სულ მალე შედგენენ უკვე დამტკიცებულ ფორმატში და გაიმართოს და მათ შორის თქვენ ამბობთ, რომ შეინახეთ თქვენი აზრი, ვიდრე არ გვეცოდინებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რატომ ინახავდით ამ აზრს, ან რატომ არ გვესმოდა ეს შენიშვნები? ანუ შესაძლებელი ყოფილა გაზიარება ამ შენიშვნების, რასაც ითხოვდა არასამთავრობო სექტორი და ვერ გავუგებთ, არა. დიახ.
ვერ გავუგეთ ერთმანეთს. შემენახა ჩემი აზრი, თქვენთან არ მეთქვა. ეხლა სანამ შიგნით გუნდში არ ჩამოვყალიბდებოდი ბოლომდე. არის კი საკმარისი ბარიერები იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდა ამოვიღოთ დღის წესრიგიდან. არის კი ესეთი ბარიერები საკმარისი, თქვათ, იგივე განათლების წელზე, იგივე სტაჟი მუშაობის და ასე შემდეგ. ესა იგი კითხვის ნიშანი დარჩა ჩემში ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ჩემი გულწრფელი აღიარება თქვენ წინაშე არ შექმნის პოლიტიკური სკანდალის წინაპირობას. დიდი მადლობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ამავე თემაზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე იქ აღწერილ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე საუბარს განვაგრძობთ ევროპული საქართველოს წევრ ოთო კახიძესთან ერთად. ოთო, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. ირაკლი კობოხიძემ დღეს თქვა შესავალი მისი ბრიფინგის იყო, რომ ეს არის დადებითი შეფასება. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გზავნილით დასკვნით რა სათქმელი უთხრა ვენეციის კომისიამ ქართულ ოცნებას? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ხა ეს თუ დადებითი შეფასება, მაშინ რა ეწოდება უარყოფითი შეფასებას მე არ ვიცი, მაგრამ თავად განსაჯოს თქვენ ხელმა ტელემაყურებელმა. ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს და კონკრეტულად ქართულ ოცნებას უთხრა, რომ ამ პარლამენტმა არ უნდა დააკომპლექტოს სრულად უზენაეს სასამართლო. და უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათ მიერ მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით არ აქვს საზოგადოების ნდობა. ეს წერია პირდაპირ დასკვნაში, რომ შემდგომმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნახევარი მაინც მინიმუმ. და ეს არის პრაქტიკულად პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს. ესეთი ტიპის რეკომენდაცია და ამას უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური რეკომენდაცია. და დიახაც, თუ ეს პოლიტიკური რეკომენდაცია კიდევ უარესი, როდესაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისია ეუბნება მოქმედ პარლამენტს, რომ შემდგომმა პარლამენტმა აირჩიოს ნახევარი მოსამართლეების. ეხლა ეს უკვე ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართ ნდობასაც, ამ პარლამენტის მიმართ ნდობასაც და პრაქტიკულად არის განსაზღვრელი და ცენტრალური რეკომენდაცია. შემდგომი საკითხები როგორც აი პროცესის ხანგრძლივობაში, ხანგრძლივ პერსპექტივაზე გასათვლელად და პროცესის გამჭვირვალობის გარანტად გია ვოლსკი იყო თქვენს წინ ჩვენი სტუმარი და ის ამბობდა, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში პარლამენტის მიმართ კრიტიკა. პროცესია მათი აქცენტი, რომ ამით პროცესი გაწერა თქვათ კომისიამ. კი ბატონო, ჩვენ ევროპულმა საქართველომ შევთავაზეთ, რომ 3 მოსამართლე ყოფილიყო მაქსიმუმ ერთ სესიაზე არჩეული. რაც გულისხმობს, რომ ლიანობაში ეს მოწვევა 9 მოსამართლეზე მეც ვერ გაანწესებდა თანამდებობაზე, მაგრამ ეს ჩააგდეს ჩვენი ინიციატივა. ამიტომ ჩვენი ინიციატივა ახლა ასახულია უკვე ვენეციის კომისიის დასკვნაში ევროპული საქართველოსი და რა თქმა უნდა მივესალმებით მის ასახვას პროექტში თუ ამას გააკეთებენ. რაც შეეხება შემდეგ ნაწილებს ამ დასკვნაში პრაქტიკულად ევროპული საქართველოს ზოგადად ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო სექტორის თითქმის ყველა რეკომენდაცია და წუხილი არის ასახული დასკვნაში. ასახულია დასაბუთებულობის ნაწილი, რომ საბჭომ რო გადმოუგდო რაღაც კულუარული ფარული მოლაპარაკებების შედეგი დეკემბერში პარლამენტს, ასე არ შეიძლებაო, ვენეციის კომისიამ უთხრა ქართულ ოცნებას, უნდა კეთილი ინებონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებმა და დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება. ასევე საკუთარი თავი რომ წარუდგინეს პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანმა რომ სია წაიკითხა საკუთარი სახელით და გვარით თავისი კოლეგების ასევე იქ საბჭოში და ბატონ მიქაუტაძე გვრიტიშვილი რომ მოგვევლინენ კანდიდატებად, ამაზე თქვა რომ ეს არის მიუღებელი, ამას ვეუბნებოდი სწორედ ჩვენც და არასამთავრობო სექტორიც. აგრეთვე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. საზოგადოებამ შეიძლება არ იცის და მე მინდა შევახსენო, რომ ამ გამოცდების შედეგებმა გაჟონა და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და დღემდე არავინ არ გამოვლენილა დამნაშავე პირი. და ეს გამოცდა კამათი იყო გუშინ კომიტეტზეც, თქვენ გულისხმობთ ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობის. კი, ანუ ეს არა, ამაზე კამათი არ ყოფილა, იმიტომ რომ ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს. ის რომ ტესტების შედეგებმა გაჟონა, ეს არის ფაქტი, ამას ვერავინ უარყოფს და ვერც იმას უარყოფენ, რომ არავინ არ დასჯილა ამისთვის. ანუ ეს არის პრაქტიკულად დისკრედიტირებული გამოცდა და ამ საბჭოს ეკისრება მათ შორის პასუხისმგებლობა ამ გამოცდის საკითხზე და ეს საბჭო არის სწორედ ამ გამოცდის ბატონ პატრონი და სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებაც ამ გამოცდის ამოღებას სავალდებულო კრიტერიუმად და ვენეციის კომისიამ ესეც გაითვალისწინა,
ისევე როგორც მთლიანობაში ასახა ჩვენი პრაქტიკულად ყველა შენიშვნა და ეს თუ დადებითი შეფასებაა, კი ბატონო იყოს ერთქვას დადებითი შეფასება, ოღონდ გაითვალისწინონ. ანუ მე არა მაქვს როგორია მოლოდინი დღეს იყო დათმობის ელემენტები პარლამენტის თავმჯდომარის ტონში, რომ ის მზად არის გაითვალისწინოს ის რისიც შესაძლოა ბოლომდე არც ჯერა. თქვენ ელით რომ მივა ეს პროცესი ბოლომდე და ვთქვათ ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში, გამოცდის ნაწილში მიაღწევთ რომ მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა არასამთავრობო სექტორს ოპოზიციას და უკვე აქვს ვენეციის კომისიასაც მივა ბოლომდე. იმიტომ რომ თქვათ გვაქვს სხვა პრეცედენტებიც, როცა ქართული ოცნების, კი, ვენეციის კომისიის დასკვნა არ იყო ბოლომდე გაკეთებული. ქართული ოცნების ნდობა არ შეიძლება. ანუ მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ მათი 7 წლიანი მოღვაწეობიდან, რომ არ შეიძლება ჩვენ ვენდოთ ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს და მის მორჩილ უმრავლესობას. რომ ისინი მათ სიტყვას ფასი არ აქვს, არც საარჩევნო დაპირებებს, არც პოლიტიკურ დაპირებებს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დადებულ პირობებს, ვინაიდან მათ შეგახსენებთ უახლოეს წარსულში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას უთხრეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადადიოდნენ 2020 წლის. სწორედ ეს ვიგულისხმე, სწორედ ეს ვიგულისხმე. უთხრეს, რომ გუნდში იყო ჩაწერილი, რომ დასანალია გადავადება ამ ცვლილების. კი, და თქმა უნდა, მე თქვენს, რომ აი შიგნით გუნდში ვერ შევთავაზებთ თუ მაჟორიტარები, ურჩი მაჟორიტარები, ესე იგი ეწინააღმდეგებოდნენ და ახლაც რაღაც ესეთი ნოტები გაისმა, სხვათა შორის, როგორც ბატონი პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერის გამოსვლებში, რომ აი გუნდში რაღაც ასასხვარაცხოობა. თუ გუნდში ასასხვარაცხოობაა, რას გამოვიდნენ და რას თქვეს, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას შეასრულებდნენ. რატოდ არის ეს პირობა? ამ პირობას როცა ანუ შესაძლოა ისევ დაბრალდეს გუნდს, როგორც პირველ შემთხვევაში დაბრალდა მაჟორიტარებს? ასეთი მოლოდინია, როგორც მივხვდით თქვენგან. ვერ გეტყვით, ანუ ესეთი დამოკიდებულება საქმის მიმართ ისევ მათ აზიანებს. ცუდი ის არის, რომ ამ მართლობის განმავლობაში ქვეყანას აყენებენ ზიანს და ამ შემთხვევაში უნდათ რომ მურუსიძეს გაუფორმონ უზენაეს სასამართლო, რომ პერსპექტივა დაგვიკარგონ 20-30 წლის მანძილზე, რომ სასამართლოში რამე შევცვალოთ. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ მათ პოლიტიკურ აღსასრულს აახლოვებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქართული ოცნება ეხა არის გაშიშვლებული, მანამდე თუ წარმოიდგინეთ რა არის სურათი როგორია, მარტო ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები კი არ ევეწინააღმდეგებით აი ამ წესით კანონპროექტის მიღებას. ამის წინააღმდეგი არის პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს. ამის წინააღმდეგი არის სახალხო დამცველი, რომელიც ხუთშაბათს პარლამენტს მიმართა სწორედ ამ საკითხზე. ამის წინააღმდეგი არის ადვოკატთა ასოციაცია, ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ისეთი პარტიები, რომელსაც მე სრულად ვემიჯნები უმრავლეს საკითხებში, თითქმის ყველა საკითხში, ისინიც კი ამის წინააღმდეგი არიან. ანუ ქართული ოცნება არის მარტო. ერთ-ერთი ვისი იმედიც ჰქონდათ, არ ვიცი რატომ, ანუ ჰქონდათ ვენეციის კომისიის ხარდაჭერის იმედი, რომ ისინი რაღაც ეტყობდნენ, რომ ეს კარგი პროექტია და იმათ უთხრეს, რომ ის მარტო ის კი არ უთხრეს, რომ ინტერესთა კონფლიქტი და გამოცდა და დასაბუთების ნაწილი და დეკლარაციების ნაწილი და აქტივების გამოყენება. ეს კი არ უთხრეს. შემდეგმა პარლამენტმა აირჩიოსო ნახევარიო მოსამართლეების, ანუ სხვათა შორის ამაზე პასუხი იყო, რომ არ არსებობს პოლიტიკური ბერკეტი ამისთვის. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, ორგანულ კანონში რაც წერია, ეს ვერ შეიცვლება. ანუ არანაირი რესურსი საკანონმდებლო სამართლებრივი გზა არ არსებობს იმისთვის, რომ თქვა შესრულდეს ეს რეკომენდაცია და ამ მოწვევამ არ აირჩიოს 28 მოსამართლე. გეტყვით ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის აი ამ ეს ბრალდება ბრწყალებში ისმის ხოლმე ხშირად, რომ აი ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია. კანონშემოქმედებითი პროცესი არის პოლიტიკა და პოლიტიკის კეთება და სახელმწიფოს მართვა და მართლმსაჯულების რეფორმაც პოლიტიკაა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევაც პოლიტიკაა და ჩვენ პარლამენტიც ვართ პოლიტიკური ორგანო და პოლიტიკური ორგანოს თავმჯდომარე არის ბატონი ირაკლი. შესაბამისად, ესეთი ეპითეტით რაღაც დაბნეულობის შემანასილობს. ეს იარლი ყირეს, რომ ეს პოლიტიკური რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ აქამდე. ახლა ვენეციის კომისიაც გახდა თურმე პოლიტიკური რეკომენდაციების ავტორი. სინამდვილეში ძალიან მარტივია, ჩვენ გამზადებული გვაქვს ეს პროექტი და დარეგისტრირებული და განხილულიც იყო და შევთავაზებთ კიდევ ერთხელ, რომ ერთ სესიაზე პარლამენტმა აირჩიოს არაუმეტეს 3 მოსამართლისა. იმისთვის, რომ რეალურად ეს პროცესი
იყოს მართლაც კვალიფიციური. თორე 18 და 20 მოსამართლეს ესე მაშინ სხვა არაფერი არ უნდა აკეთოს პარლამენტმა და იურიდიულმა კომიტეტმა, ხო? და მაინც ვერ მოასწრებ ნორმალურად ამ კანდიდატების ბატონო და ოთო რა ტიპის შეხვედრები იმართება ხვალ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ იწყება განხილვა და კონსტიტუციასთან შესაბამისად. მათ შორის არასამთავრობო სექტორთან და ასე შემდეგ. ხვალ ვისთან და აი რა ფორმით იმართება შეხვედრები მეორე მოსმენამდე და ელით თუ არა მეორე მოსმენაზე უკვე ამ შეხვედრის და კომისიის რეკომენდაციებით შეცვლილ. მე ვერ გეტყვით ვის კი ბატონო, მე ვერ გეტყვით ვის დაუძახებენ ამ შეხვედრაზე კიდევ. მე მივიღე მოწვევა და აუცილებლად მივალ, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას და არა მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას, არამედ პირდაპირ წარვადგენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებელ პროექტს. ანუ თუ გინდათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, აგერ არის პროექტი, რომელსაც წარუდგენ წერილობით ყველა დაინტერესებული მას შორის ჟურნალისტებსაც გადავცე და შემდგომ უკვე ქართული ოცნება ვნახოთ რას იზამს, რა ნაბიჯებს გადადგამს. პრაქტიკულად მათ უმძიმესი დასკვნა მიიღეს. მათ პრაქტიკულად ეხლა სხვა გზა აღარ რჩებათ გარდა იმისა, რომ ან უნდა თქვან, რომ ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის პოლიტიკური და ამათ ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ, ან თქვან, რომ აი ისინი არ არიან პოლიტიკური ლიდერები და გუნდში ვერ აკონტროლებენ სიტუაციას. რომელიღაც ვერსიის ამორჩევა მოუწევთ. დიდი მადლობა. მადლობა ოთო კახიძეს, ევროპული საქართველოს ლიდერს, როგორც მოისმინეთ, ხვალ გაგრძელდება პარლამენტში უკვე ამ თემაზე დისკუსია. მეორე მოსმენამდე გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წევრებთან და ხუთშაბათს უკვე ამ თემაზე მოусმენენ სახალხო დამცველს. ამავე თემით რამდენიმე წუთში ჩვენ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დაგველოდეთ. შერჩევის წესი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ თემაზე საუბარს განუგრძობთ. ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არის ჩვენი სტუმარი. ნაზი, მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. ჩვენ საუბრობდით გადაცემის პირველ ნაწილში ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ნაწილზე. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა ამ დასკვნის გარკვეულ ერთ ნაწილს პოლიტიკური შეფასება, სადაც საუბარია, რომ მოსამართლეების ნახევარი უნდა დანიშნოს მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტმა. ვისაუბროთ სამართლებრივ ნაწილზე. სასამართლო კორპუსს რა უთხრა ამ დასკვნით ვენეციის კომისიამ? მოგესალმებით, პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ, რადგან პირველად ვარ თქვენთან ეთერში. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან ზოგადად რომ შევაფასოთ, ჩემი აზრით ეს არის ანალიტიკური დოკუმენტი, ერთგვარი დიაგნოზი იმისა, თუ რა მდგომარეობაში არის დღეს სასამართლო სისტემა. საბედნიეროდ და მიხარია რომ ეს ასე მოხდა, ვენეციის კომისიის დასკვნიდან იკვეთება ის, რომ ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობდნენ ამ დოკუმენტზე და რომლებიც შეხვდნენ სხვადასხვა აქტორებს, გაიაზრეს და გაიგეს, რომ საქართველოში არის ძალიან განსხვავებული ვითარება, რომ საქართველოში სისტემას მართავს რომელიღაცა კონკრეტული გავლენიანი ჯგუფი მოსამართლეებისა და სწორედ ეს სულისკვეთება აი ამ რეკომენდაციებს ნამდვილად გასდევს. იყო თითქოს ეს გამოწვევა, რომ კონტექსტს ვერ გაიგებდა კარგად კომისია. და მეც სწორედ ეს მინდოდა, რომ მათ გაიგოთ, იმიტომ რომ თუ კონტექსტს გაიგებდნენ, ბუნებრივია ამის მერე უკვე რეკომენდაციების დადება და უმზადება გამოცდილ ექსპერტებს ბუნებრივია არ გაუჭირდებოდათ. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ეს კონტექსტი სრულად გაგებულია, გააზრებულია და ეს ყველაფერი იკვეთება. როგორია ეს დიაგნოზი? დიაგნოზი, ესე იგი ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება ისეთ საკითხებსაც, რომელიც მაინც და მაინც პროექტში არ არის მითითებული და უწევს რეკომენდაციებს, მაგალითად, თუნდაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ვადასთან მიმართებაში. ჩემი აზრით, სრულად ლოგიკურია. სხვათა შორის აქვე მინდა დავამატო, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სასამართლოების თავმჯდომარეების ვადა არის 5 წელი და ვფიქრობ, რომ ეს ვადაც უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ საკმაოდ შეგცირებას ითხოვს კომისია ამ რეკომენდაციას. გადახედოს აი ამ 10 წლიანი ვადისა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეაა და კარგი ინიციატივაა თუ კი ამას გაითვალისწინებენ სამომავლოდ. თუმცა ახლა რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ იმ პროცედურებს, რომ კაცრია, ვიდრე თქვენ გეგონათ? მე ვფიქრობ, რომ ვიდრე თქვენ ელოდით. რასაც ველოდით, სწორედ ისეთი ტიპის დასკვნაა საერთო ჯამში. და საკმაოდ მკაცრია ეს და მე ველოდებოდი, რომ ეს იქნებოდა მკაცრი, ვინაიდან ძალიან დაიძაბა ვითარება ქვეყანაში სასამართლოსთან მიმართებაში. ყველამ აბსოლუტურად ამ ქვეყანაში ყველამ გაიგო, რომ სასამართლო სისტემა არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ხანგრძლივი და ათეულების წლების განმავლობაში საბოლოოდ ჩაუვარდება ხელში იმ ადამიანებს სასამართლო, რომლებიც ამას ნამდვილად არ იმსახურებენ და რომლებიც კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ეს არის სრულად საბაზისო საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ. საბაზისოა ის, რომ ჩვენ გქონდეს გამართული და
მართლიანი სასამართლო სისტემა. და სისტემა, რომელსაც არ მართავს ვიღაცა კონკრეტული ჯგუფი, არამედ იქ არის ძლიერი მოსამართლე, ერთი ინდივიდუალური მოსამართლე არის ძლიერი თავად და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ის არ იყოს დამოკიდებული ვიღაცა ჩინჩალაძეზე. ადამიანი, რომელიც სადღაც მართლაბნელო თახში სადღაც ალბათ ზის და იქიდან მართავს სისტემას და იქიდან იღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, აძლევს დირექტივებს თავისი კლანის აქტივისტებს და სხვა. ანუ ეს სისტემა არანაირად დემოკრატიული ნამდვილად არ არის, უფრო მეტიც ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დღევანდელობისთვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით სასამართლო როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუ დაიძაბება პოლიტიკური ვითარება, თუ არ დაიძაბება, თუ მათი ინტერესი იქნება ისა თუ ის საქმე თუ სხვა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური ძლიერი სასამართლო. აი შერჩევის პროცესს რომ დავუდგეთ და იმ შენიშვნებს რაც იყოს სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით. საკვანძო თემა იყო ინტერესთა კონფლიქტი და ამ თემაზე თქვენ საუბრობდით, თუ არ ვცდები 1 წლის წინაც. ძალიან დიდი ხანია ეს ისმის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეს თემა. პირველად ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით საუბარი დავიწყე მე გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში. როდესაც თანამდებობაზე ინიშნებოდა ერთ-ერთი მოსამართლე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის საქმეზე იყო სხვათა შორის მოსამართლე და მან აცილება არ მისცა არც მოსამართლემ კანდიდატმა და არც თავად გიორგი მიქაუტაძემ და გასაუბრებაზე ორივე მხარე ჩვეულებრივად ესწრებოდა და მონაწილეობდა და როდესაც ეს თქვი მე რომ მათ აცილება უნდა მიეცათ ერთ-ერთ მხარეს მაინც უნდა განეცხადებინა ამის მერე მე უფრო მეტი ყურადღება მივაქციე ამ ინტერესთა კონფლიქტის საკითხს რადგან ხედავდი რომ საბჭოში თუ საშუალებას მისცემ ამ ადამიანებს საბჭოს მოსამართლე წევრებს რომლებიც არიან ძალიან გავლენიანი პირები და კლანი სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კლანის ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილია საბჭოში ბუნებრივია ისინი თავის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ და სულაც არ გაუჩნდებათ ინტერესთა კონფლიქტი არაფერთან და არავისთან მიმართებაში უკვე შერჩევის კრიტერიუმებში ეს უკვე იყო მაშინ როდესაც ხაი დავუბრუნდეთ პროცესს მე თავიდანვე როდესაც საუბრობდი ამაზე მე და ქალბატონმა ანატოლიძემ პარლამენტს პირველებმა წარუდგინეთ პროექტი თუ როგორ უნდა შემუშავებულიყო და როგორი უნდა ყოფილიყო შერჩევის პროცესი მანამდე არავის არ ქონდა ეს მომზადებული და ჩვენ დავსვით სწორედ ეს საკითხი პირველებმა რომ ინტერესთა კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს და მე მიხარია რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა და შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს აისახა და რატომ მიხარია ფორმალურად ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტი თითქოს არ იყო მაინც და მაინც პრობლემური და დაცული ვინაიდან აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემაც რომ საკუთარ თავს ვერ აძლევს ხმას კანდიდატი და ეს ნიშნავს რომ ინტერესთა კონფლიქტი კანონში სადაც წერია ახლაც ზოგადი ჩანაწერი ამასთან მიმართებაში სადაც გვაქვს და ასე მოხდა ანუ გიორგი მიქაუტაძე თავის თავს ხმა არ მისცა და არც დიმიტრი გულტიშვილმა თავის თავთან მიმართებაში მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს მაგრამ მათ ერთმანეთი შეაფასეს და მათ შეაფასეს სხვა კანდიდატები და ამას აქვს ორი მხარე ამ ინტერესთა კონფლიქტს ერთი ფორმალური რომ ის ადამიანები თავის თავს და თავის კოლეგებს და მეგობრებს ისინი არიან ერთმანეთის მხარდამჭერების ხო ცხადზე ცხადია და ერთმანეთის ინტერესებს ატარებენ ხმას არ უნდა აძლევდნენ და მეორე შინაარსობრივი ნაწილი რაც ისე ვთქვი გლობალური თემაა უფრო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხდება რომ საბჭო წარადგენს კანდიდატურებს იმისათვის რომ უზენაეს სასამართლოში აღრჩეთ უადო მოსამართლეები და აქ უკვე საბჭო თავისივე წევრებს რო წარადგენს ეს ნორმალურია რა თქმა უნდა არ არის ნორმალური ანუ ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი რომ არ არსებობდეს კლანი რომ არ არსებობდეს ჩინჩალაძე და მურუსიცის რაღაცა დაჯგუფება ისედაც არ იქნება და მაინც სანდო იმიტომ რომ პირველად ხდება ეს და გავფრთხილდეთ ამ პროცესს შემრჩევი შეიძლება იყოს შერჩეულიც აუცილებლად მე მაინტერესებს მოლოდინის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ტონში დღეს უკვე იყო დათმობის ნიშნები რომ ის მზად არის გაითვალისწინოს გარკვეული რეკომენდაციები როგორ ფიქრობთ მივა თუ არა ეს პროცესი ბოლომდე რადგან თითქოს დაიტოვა ირაკლი კობახიძემ გზა და თქვა რომ ეს პოზიცია არის გუნდთან შესათანხმებელი ხვალ გვაქვს სხვათა შორის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს მე დამიკავშირდა მის ბიუროდან და გითხრეს რომ სამშობლო ჯგუფის შეხვედრა არის სადაც იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაზე მსჯელობა და ალბათ უფრო იქ მეტ ინფორმაციას მივიღებ პარლამენტის წევრების მხრიდან და სხვა აქტორებისგან რომლებიც ამ ჯგუფში მონაწილეობენ თუ რა მოსაზრება აქვთ რისი გათვალისწინება შესაძლებელი და რისი არა და უფრო მე შემეძლება დასკვნების გამოტანა თუმცა ერთი რამ ცხადია რომ ხელისუფლებამ ძალიან დააგვიანა და ამას სულ ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ და ეს არ არის ესეთი შეცდომა შეიძლება ჯერ კიდევ გამოსწორდეს ვინაიდან არ ყავს ხალხი არჩეული მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა რომ მათ იქამდე ვიდრე კონსტიტუცია შევიდოდა ძალაში როდესაც შეცვალეს კანონმდებლობა მაშინ უნდა ჩაეწერათ მაშინ უნდა გვემუშავა ამაზე მაგრამ როგორც კი კანდიდატურები წარედგინა საქართველოს პარლამენტს და ატყდა ერთი ამბავი ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ ავტეხეთ ერთი ამბავი საბჭოში და დავიწყეთ ეს პროცესი იქ მე და ქალბატონმა ანამ მე დაიწყო
ხელისუფლება მუშაობა იმაზე, რომ თურმე ჩვენ ვჭირდება პროცედურები და აი ხა უკვე ვენეციის კომისიაც საუბრობს და ამზადებს წინარის კეჭისყრა და გზა რეალურად ვითარების შეცვლის არის დარჩენილი მთავრია პოლიტიკური ნება. ხა ეს არის ამ შემთხვევაში პოზიტიური. თუ გვინდა რომ ამე დავინახოთ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი დაკარგული არ არის და ჩვენ გვაქვს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, რომელიც უნდა გახდეს სახელმძღვანელო პრინციპი ხელისუფლებისთვის, როგორც კი ის იმუშავებს უკვე კანონპროექტის დახვეწაზე და გაუმჯობესებაზე და თუ ამის სურვილი არსებობს მათ, თუ აქვთ ამისი რესურსი და რადგან ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული, იქნება გამოინახოს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მართლაც ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ კარგი კადრები შევარჩიოთ. სხვადასხვა ძალიან საინტერესო დეტალია, რომელზეც მეც ხშირად ვსაუბრობდი და მიმაჩნია, რომ ეს არის სრულად ლეგიტიმურად ასახული ამ დოკუმენტში, ეს არის მრავალფეროვნება. ანუ საბჭოს პროექტი და შემდეგ უკვე პარლამენტის პროექტი სულისკვეთება არის ის, რომ მეტწილად ის აქცენტს აკეთებს მოქმედ მოსამართლეებზე და საბჭოს წევრები ღიად ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა უნდა იყოს კარიერული პრინციპის, ზრდის პრინციპის თვალსაზრისით. ანუ ვიღაცა მუშაობს პირველ ინსტანციაში, შემდეგ გადავიდა სააპელაციოში და შემდეგ უკვე კარიერულად დაწინაურდეს წავიდეს უზენაესში. აი ვენეციის კომისიის დასკვნაში კი სხვათა შორის საუბარი იმაზე, რომ პირიქით უნდა იყოს მრავალფეროვანი და მეც ამას უჭერ მხარს. კი ბატონო, იყვნენ კარიერული წისulis პრინციპითაც შერჩეული მოსამართლეები, მოსამართლის კვალიფიკაციის გამოცდაც არ უნდა იყოს ბარიერი, არ უნდა იყოს ბარიერი და ეს ბარიერი სისტემაში გარე კადრის შემოსწავლად. და ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ადვოკატები, გამოცდილი იურისტები, გამოცდილი პროფესორები, სამართლის დარგის გამოცდილი სპეციალისტები უნდა შემოვიდნენ სისტემაში და მათ გამოცდები არ უნდა მოუწყოთ, იმიტომ რომ გამოცდას ჩააბარებს ნებისმიერ დამწყები ადამიანიც კი თუ ის რაღაცა კონკრეტულ დროს დაუთმობს გამოცდის მომზადებას და ეს არ ნიშნავს რომ იმას რომ მაინც და მაინც ამით უნდა მოწოდებოდეს კვალიფიკაცია და ეს იცით რა არის შეგვიძლია აქ არის საინტერესო რომ ვენეციის კომისიამ გაიგო კონტექსტი სხვა შემთხვევაში გამოცდა რომ იყოს ერთ-ერთი ბარიერი ეს არ იქნებოდა პრობლემა მაგრამ ჩვენთვის არის პრობლემა რადგან ეს გამოცდა სწორედ იმიტომ შემოიტანეს და ჩაწერეს პროექტში და ეს იყო სხვათა შორის საბჭოს ინიციატივა თავდაპირველ ეტაპზევე რომ ჩემი აზრით ეს იმიტომ რომ შევქმნათ ბარიერები და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოებიდან ჩინჩალაძე სადაც არის თავმჯდომარე იქიდან წამოვიდნენ კადრები ეს არის ბარიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიცია ჯერჯერობით არც სოციალურ ქსელში არ ჩანს მათი სტატუსები არც მინახავს კომენტარი რაც ნახე ბოლოს შეჯერდებიან ერთად ისინი ინდივიდუალურად ცალკე არ აკეთებენ განცხადებებს შეიძლება ღიად გამოდიან მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელშიც და ისედაც მედიაშიც მათ განცხადებებს ერთმანეთის განცხადებებში ბუნებრივია თანხwebdriver აქვთ იზიარებენ ერთმანეთის პოზიციას ისინი და ამიტომ დაელოდებენ ალბათ შეჯერდებიან და მე უკვე გააკეთებენ განცხადებას არის ამ ტექსტში რამე მათთვის ხელჩასაჭირი რასაც ფიქრობთ რომ აქცენტს გააკეთებენ მე ვფიქრობ მათი არგუმენტები რაც მომისმენ ისინი აქცენტს გააკეთებენ დასაბუთებულობაზე ანუ ვენეციის კომისია ამბობს რომ გადაწყვეტილება ნომინირებასთან დაკავშირებით უნდა იყოს დასაბუთებული და ამ დასაბუთებასთან დაკავშირებით მეც მქონდა ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომელიც ეხებოდა პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების დანიშვნას და შევთავაზე რომ ჩვენ დასაბუთების ელემენტი შემოგვეტანა როდესაც ვაფასებთ გულებით მოსამართლეობის კანდიდატებს და მაშინ საბჭომ თქვა უარი იმ არგუმენტით რომ რადგან ეს არის კოლეგიური ორგანო ასე თქვეს ყოველ შემთხვევაში შედგება 15 წევრისგან ინდივიდუალური დასაბუთება ვერ გამოდგება იმისთვის რომ საბჭომ მიიღოსო ერთიანი გადაწყვეტილება და ესო ტექნიკურად ორგანიზაციულად ცოტა შეუძლებელი არისო ალბათ ამაზე გააკეთებენ აქცენტს დიდი მადლობა დავალოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კომენტარებს და ამ თემას ბუნებრივია გააგრძელებს დღის ამბები 5 საათზე ეს ამბები 4-ზე ამით დასრულებულია მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის